იმისთვის, რომ development-ი ბევრად დავაჩქაროთ და რაც შეიძლება ნაკლებით რომ დავკარგოთ ტექსტური რედაქტორის საჭირო ფუნქციების საპოვნელად, აუცილებელია ვიცოდეთ იმ ღილაკების კომბინაციები, რომლებიც დღეში რამდენიმე წუთს დაგვიზოგავს. დღევანდელ ბლოგში განვხილავ VS Code-ის top 8 ღილაკის კომბინაციას, ეგრეთ წოდებულ shortcut-ებს. პირველი სწრაფი ფაილების ძიება. როდესაც ჩვენი პროექტის ფაილური სტრუქტურა ზომაში იზრდება, რთულია სასურველი ფაილის მაუსით ძებნა. მოცემული ბრძანებით გამოდის ჩანართი, რომლის დახმარებითაც სასურველი ფაილი მარტივად მისი დასახელებით შესაძლებელია ვიპოვოთ ჩვენი პროექტის დირექტორიებში. მეორე, ხართ დამწყები პროგრამისტი თუ გამოცდილი. VS Code-ის ინტეგრირებული ტერმინალის გამოყენება თქვენი development-ის განუყოფელი ნაწილი აუცილებლად იქნება. ტერმინალის გახსნის და დახურვის ბრძანება საკმაოდ აწევს თქვენს პროდუქტიულობას, იმის მაგივრად, რომ ყოველ ჯერზე მენიუდან გავხსნათ. უბრალოდ დავაჭიროთ Ctrl+ ბექთი ღილაკების კომბინაციას და სურვილის შემთხვევაში გამოვაჩინოთ ან დავმალოთ ჩვენი ტერმინალი. მესამე, სახელის გადარქმევა. დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როდესაც დიდ ფაილში მოგიწიათ ფუნქციის, ცვლადის ან კლასის სახელის გადარქმევა. წარმოიდგინეთ, რამდენად რუტინულია მოძებნოთ ეს სახელი და სათითაოდ გადაარქვათ. დამიჯერეთ, სადმე მაინც შეიძლება გამოგრჩეთ რამე. სწორედ ამისთვის არსებობს ეს ბრძანება. უბრალოდ დავდგებით იმ ცვლადის ფუნქციის ან კლასის სახელზე, მოვუნიშნავთ, დავაჭერთ F4 ღილაკს, ჩავწერთ სასურველ სახელს და მთელი ჩვენი ფაილი შეიცვლება. მეოთხე, მსგავსებების მონიშნა. ხანდახან არის შემთხვევა, როდესაც გვჭირდება ერთმანეთის მსგავსი ტექსტის შეცვლა. სწორედ ამისთვის გამოიყენება Ctrl+D ან CMD+D ბრძანება. შეგვიძლია მოვნიშნოთ ტექსტი, რომლის მსგავსი დამთხვევების შეცვლაც გვჭირდება და დავაკლიკოთ ამ ღილაკების კომბინაციას. ყოველ შემდეგ დაკლიკებაზე მოინიშნება შემდეგი დამთხვევა. შემდეგ კი შეგვიძლია წავშალოთ ან შევცვალოთ მონიშნული რეზულტატები. მეხუთე, მულტიკურსორი. არის შემთხვევები, როდესაც რაიმე ტექსტის ჩანაცვლება, დამატება ან თუნდაც წაშლა გვჭირდება რამდენიმე ადგილას. სწორედ ამაში გამოგვადგება მულტიკურსორი. თუ დავაჭერთ Alt ღილაკს და აშვების გარეშე მაუსის მარცხენა კლიკით მოვნიშნავთ იმ ადგილებს, სადაც გვინდა ცვლილებების განხორციელება, დავინახავთ, რომ გამოისახება კურსორის მანიშნებელი ხაზი. ამ ხაზით მარტივად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ან წავშალოთ ნებისმიერი ტექსტი. მეექვსე, პარამეტრებზე ცდომა. მოცემული ღილაკების კომბინაციით გამოდის ჩანართი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვძებნოთ ტექსტური რედაქტორის ნებისმიერი პარამეტრი და შევცვალოთ ის. მაგალითად, შევცვალოთ რედაქტორის თემა, ფაილური აიქონების თემა და ასე შემდეგ. ამ ღილაკების კომბინაციით შეგვიძლია მივწვდეთ ედიტორის ნებისმიერ პარამეტრს. მეშვიდე, ფაილ ექსპლორერის გამოჩენა დამალვა. ამ ღილაკების ფუნქციონალი განსაკუთრებით მათ გამოგადგებათ, ვისაც პატარა ზომის მონიტორებთან გიწევთ მუშაობა. ამ ღილაკებით შეგვიძლია დავმალოთ ან გამოვაჩინოთ ეგრეთ წოდებული ფაილ ექსპლორერი, რომლის დამალვაც ეკრანის სივრცეს დაგვიზოგავს კოდის უკეთ წასაკითხად. მერვე, სწრაფად დაკომენტარება. კოდის წერის პროცესში აუცილებლად დაგვჭირდება გარკვეული სახის ინფორმაციის, ან თუნდაც კოდის დაკომენტარება. ამისთვის უმარტივესი გზა შემდეგი ღილაკების კომბინაციაა. Ctrl+ მარჯვნივ დახრილი ხაზი, ან Mac-ზე CMD+ მარჯვნივ დახრილი ხაზი. მოცემული ღილაკებით დავაკომენტარებთ იმ ხაზს, რომელზეც ვდგავართ. ასევე ხანდახან არის საჭიროება დავაკომენტაროთ რამდენიმე ხაზი, მრავალხაზიანი კომენტარის სინტაქსით, რომელიც მაგალითად JavaScript-ში არც თუ ისე კომფორტული ჩასაწერია. სწორედ ამაში გვეხმარება Alt+Shift+A ღილაკების კომბინაცია, რომლის დახმარებითაც მარტივად დავაკომენტარებთ კოდის მონიშნულ ნაწილს. დასკვნა. მხოლოდ პროგრამირების შესწავლა საკმარისი არაა, ასევე აუცილებელია გამოვიყენოთ ჩვენი სამუშაო ხელსაწყოების მაქსიმუმი. მოცემულ ვიდეოში შევეცადე გამეზიარებინათ ჩემს მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ღილაკის კომბინაციები, რომლებიც development-ის პროცესს ბევრად მოსახერხებელს ხდის. იმისთვის, რომ გახდეთ უკეთესი პროგრამისტი, აუცილებელია ნელ-ნელა ისწავლოთ იმ ტექსტური რედაქტორის გამოყენება, რომელშიც საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ასევე თუ დაამატებდით რაიმე ღილაკის კომბინაციას, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ, დამიწერეთ დაბლა კომენტარებში. დროებით, მომავალ ვიდეომდე.